არსებობს ორი სახის თავდებობა სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, სოლიდარული და სუბსიდიური, თუმცა საქართველოში ძირითადად 90% შემთხვევებში შეიძლება უფრო მეტშიც კი გამოიყენება სოლიდარული პასუხისმგებლობა, რადგან ამ შემთხვევაში ფინანსური ორგანიზაცია თავს ისხვევს და თუ პირველადი მოვალე ვერ დააბრუნებს თანხას, იგი დარწმუნებულია, რომ არსებობს სხვა პირი, მესამე პირი, რომელიც აბსოლუტურად მთელი თავისი ქონებით პასუხს აგებს ამ ორგანოს წინაშე. ამიტომ გამოიყენება, რომ დაცული იყოს ფინანსური ორგანო და არა პირიქით. თუ ხელშეკრულებაში არსებული პირობები რომელიმე მხარემ დაარღვია, აი მაგალითად ერთ მაგალითს ვიტყვი, თუ გადააცილა მოვალემ 1 თვე, 2 თვე და ამის შესახებ ბანკმა არ შეატყობინა თავდებს და შემდეგ თავდებს მოსთხოვა ამ პროცენტის გადახდას გულისხმობ. ამ შემთხვევაში შეიძლება თავდები გათავისუფლდეს ამ ვალდებულებისგან, ვინაიდან მიუთითოს, რომ მას ამის შესახებ ცნობა არ ჰქონდა და არ გადაიხადოს ეს კონკრეტული. თუმცა აი სრული თანხის ამოღებაზე და უკვე როდესაც აღსრულებაში მივა საქმე, ძალიან რთულია, რომ ამ ხელშეკრულებიდან გამოვიდეთ. და თუ მაგალითად ვიღაცას სურს, რომ ზუსტად გაიგოს, აქვს თუ არა შანსი პირველადი ხელშეკრულება, რომელიც თავიდან გააფორმა ბანკთან, ის უნდა სრულად კარგად შეისწავლოს და იქ იპოვოს რამე ისეთი საკვანძო, რასაც შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში. როგორც იურისტები განმარტავენ, თავდებობის ხელშეკრულებაში მთავარი პრობლემა ინფორმაციის არასრულფასოვანი ცოდნაა. ხშირად ადამიანები დოკუმენტს ხელს ისე აწერენ, რომ ბოლომდე ვერ აცნობიერებენ, რა რისკებს შეიძლება შეიცავდეს სხვისთვის გაწეული დახმარება.